გაერთიანებული სამეფო კიევს 120,000-ზე მეტ ახალ უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად. გადაწყვეტილება ბერლინში გამოცხადა, სადაც შედგა დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და უკრაინის თავდაცვის მინისტრების, ასევე ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა, რომლებსაც სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები ონლაინ ფორმატში დაესწრნენ. შეხვედრა გამოტოვა უკრაინისა და ევროპის მთავარმა მოკავშირემ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელსაც ამ ფორმატის ფარგლებში ომის მდივანი პიტ ჰექსეტი წარმოადგენს. უცნობია უკავშირდება თუ არა მისი ეს ნაბიჯი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას, თუ დაძაბულ ტრანსატლანტიკურ კავშირებს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს და საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. Drones have defined this war. უპილოტო საფრენმა აპარატებმა განსაზღვრეს ამ ომის მიმდინარეობა და მათ მომავალშიც გადამწყვეტი როლი ექნებათ. ამიტომ დღეს ვაცხადებ ამ წელს დიდი ბრიტანეთიდან უკრაინაში დრონების უმსხვილესი მიწოდების შესახებ. მათი რაოდენობა 120,000 აღემატება, ასევე გავგზავნით 100,000 საარტილერიო ჭურსა და 1000 საზენიტო რაკეტას, რომლებიც უკრაინას დაეხმარებიან საკუთარი ტერიტორიის დაცვასა და რუსულ აგრესიაზე საპასუხო დარტყმების განსახორციელებლად. Defend its territory and strike back against Russian aggression. Yes, I'm optimistic that we will be able to fund ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ შევძლებთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამხედრო აღჭურვილობის ნაკადის, მათ შორის საჰაერო თავდაცვითი სისტემების დაფინანსებას, რაც უდიდესი მხარდაჭერაა უკრაინისთვის. დიახ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, კიდევ უკეთესი შედეგების მიღწევას შევძლებთ. ძირითადი დატვირთვა მოდის შეზღუდული რაოდენობის ქვეყნებზე, თუმცა ამ მხრივაც ვხედავთ უკეთესობას. კარგი ამბავი ისაა, რომ ოკეანის ორივე მხარეს არსებობს ფართო გეგმა იმისა, რა უნდა გავაკეთოთ. კერძოდ, საუბარია ყველა ჩვენი მარაგის შევსების უზრუნველყოფაზე, რადგან ეს არ არის მხოლოდ ამერიკის პრობლემა, არამედ ევროპისაც. უნდა გავზარდოთ თავდაცვითი სამრეწველო წარმოება. თუმცა ამავდროულად უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს ყველაფერი, რომ ფორმაში დარჩეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფედოროვის თქმით, კიევი მიისწრაფვის უპილოტო საფრენი აპარატების ეროვნული წარმოებისკენ და ცდილობს ამ მხრივ არა მხოლოდ ნაკლებად დამოკიდებული გახდეს საგარეო მიწოდებებზე, არამედ თავადაც გახდეს მოკავშირეებისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებები ომის დასრულების შემდეგაც. თუმცა მანამდე უკრაინისთვის შესაბამისი აღჭურვილობის გადაცემის აუცილებლობაზე ისაუბრა მისმა გერმანელმა კოლეგამაც. საჰაერო თავდაცვის საშუალებები დახმარების პაკეტის საკვანძო კომპონენტია, რაზეც მანამდე ვსაუბრობდი. ის მოიცავს პეტრიოტის ტიპის ასობით მართვად რაკეტას. მათი მიწოდების სტაბილურობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში იქნება უზრუნველყოფილი. ამას გარდა უკრაინას დამატებით ექნება ირისტე ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი. ამასთან დავაფინანსებთ უკრაინაში დრონების წარმოების პროექტს. კიევი მოკავშირეებს კვლავ მოუწოდებს შეუერთდნენ უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნილებების სიას. ეს პროგრამა გასულ წელს შევიდა ძალაში, რომელიც უკრაინულ მხარეს აძლევს საშუალებას ევროპული ქვეყნების დაფინანსებით მიიღოს ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა.